მადლობა მოწვევისთვის. კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი უთხრა საქართველოს დღეს უწმიდესის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მართლაც თითოეული ჩვენთაგანისთვის. მე ერთ სასულიერო პირთან, რომელიც აღასრულებს ღვთისმსახურებას, მქონდა ამ დღეებში საუბარი, რომელიც ამბობდა, რომ რაოდენ უჭირს მას მოხსენიების დროს, რომ პატრიარქი, რომელიც იხსენიებოდა მისი პირველ ხსენებით მიდიოდა ღვთისმსახურება, რომ ეხა შესვენებულთა რიგში უნდა მოიხსენიოს და ეს რამხელა სულიერი ძვრა არის მართლაც საქართველოში ამ თვალსაზრისით და თითოეული ჩვენგანის გულებში, ვისაც გული შეგვტკივა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ვისაც გვიყვარს პატრიარქი და პატრიარქი რომ უზომოდ უყვარდა საქართველოს, ეს გამოჩნდა და ეს სიყვარული არ მთავრდება, ეს სიყვარული გრძელდება, თუნდაც შემდგომ დღეებში, რასაც ჩვენ ხედავდით სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის განსასვენებელთან და რა მოხდება უკვე პატრიარქის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია ყველასთვის და ძალიან დიდ მღელვარებას და ინტერესის საგანს წარმოადგენს. ის რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, მართვა-გამგეობის წესი, რომელიც დღეს მოქმედებს, პირველად ამოქმედდება, იმიტომ რომ ეს წესი 1995 წელს არის მიღებული და ამ წესით ჩვენ პატრიარქი არ აგვირჩევია. ისედაც მისი აღსაყრელობა დღემდე ასეთ პროცესს არავინ შესწრებია, იმიტომ რომ იყო მუდმივად იყო და დღევანდელი სინოდის შემადგენლობა ყველა მისი ხელდასხმულია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ხელდასხმულია და ისინი პირველად იღებენ გადაწყვეტილებას პატრიარქის გარეშე, პატრიარქის სურვილის, პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტის გარეშე და მე რა ვიცი ხა რაოდენ გულუბრყვილოც არ უნდა ჩანდეს ჩემი სურვილი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმ მთელი არსებით ვისურვებდი, რომ წმინდა სინოდს კონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს, რომ ასეც არის და ის დიდი როგორ გითხრათ, მოვალეობა მომავლის წინაშე, რომ რაც პატრიარქის ხანამ მოიტანა დღემდე, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. აქ ბევრი ადამიანი გამოჩნდა და მე ვამბობდი იმასაც, რომ ის რაც აქამდე პატრიარქის ჩრდილის ქვეშ იყო, აბსოლუტურად ბუნებრივად, რაღაცნაირად გამოჩნდა, ხო, გამობრწყინდა ბევრი ადამიანი, ვიზედაც საზოგადოებამ დაიწყო ლაპარაკი და ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს ეს, რომ ჩვენს ეკლესიაში არიან ადამიანები, ვინც ძალიან უყვარს მრევლს, ძალიან აფასებენ, ძალიან დიდ პატივსცემენ და მათ თავიანთი სულიერი მამის რანგში წარმოიდგენენ და ეს არის დიდი ბედნიერება, მაგრამ არის მეორე ამბავი, რომ როგორ მოხდება გამორჩევა კათოლიკოს პატრიარქისა. რა თქმა უნდა, სამშაბათს ეს იქნება, ასე ვთქვათ, პირველი დღე, როდესაც ჩვენ გვეცოდინება უკვე კანდიდატები, ვინ იქნებიან და მერე იწყება უკვე როგორ გადალაგდება მხარდაჭერები ამ არსებულ კანდიდატებს შორის. რატომ არის ფიქრია მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ჩარევა? მაგას ვამბობდი. თქვენ ეს მკითხეთ, რომ ექნება თუ არა ხელისუფლებას სურვილი ან ცდუნება ამ ჩარევისა. სამწუხაროდ მე იმედს კი გამოვთქვამ, რომ ისინიც მიხვდებიან, რომ ასეთი ჩარევა ძალიან მძიმეა, მაგრამ ის რომ სურვილი და ცდუნება იქნება, სამწუხაროდ ამაში ეჭვი არ მეპარება. ის კადრები გვაქვს ვაჩვენოთ ფიქრია საუბრის პარალელურად, ანუ დაწყობილი რაღაცნაირად თითქოს რომ მიისაკუთრეს საშუიანი პრივილეგირებულები და სხვები არაპრივილეგირებულები, ეს ხომ გვაჩვენა ჩვენ მისი უწმინდესობის პანაშვიდების და დაკრძალვის დღემ და დღევანდელმა დღემაც აი თუ ნახავთ, ანუ აი ეს დამწყევებული პარტმუშაკები, იცით რა, რაც არ უნდა ასეთი სურათი შექმნან,
პატრიარქი იმდენად სახალხო იყო და იმდენად ყველა ადამიანი თავისად მიიჩნევს და განიცდის მას, რომ ასეთი სურათების შექმნით პატრიარქს და მის, ასე ვთქვათ, დიდ ავტორიტეტს ვერავინ ვერ მიისაკუთრებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ მახსენდება ბევრ სხვა რამესთან ერთად, რაც თქვენ ახსენეთ. ციანიდის საქმე, რომელიც ესე დაეკიდა ხო ამ უბედურებაში და რა შთაბეჭდილება სტოვებს აი ამ გადასახედით მე ყველა ის სკანდალი რომელიც ეკლესიას დაუკავშირდა ამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ მაფიქრებინებს იმას რომ ეს ყველაფერი ეკლესიის დასუსტებისთვის და კათოლიკოს პატრიარქისთვის ჭრდილის მიყენებისთვის იყო გამოყენებული. ციანიდის საქმემ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა და ისეთი ეჭვები გააჩინა თვითონ შიგნით ეკლესიის წიაღში, რომლის დაძლევა ძალიან გაჭირდა და ჩვენ რეალურად მაინც არ ვიცით, ხო? ციანიძე იყო ლაპარაკი და ბოლო-ბოლო ის არ ვიცით, ის ციანიდი საიდან მოვიდა, ხო? აბსოლუტურად და რომ მკითხოთ, ხო, ვაშუქებდი ვაშუქებდი აქტიურად, რომ აბა მომიყევი რა მოხდა. ეხაც გეტყვით, რომ ასეა და ეს იყო ჯერ რაღაცა შოკი რაღაც თითქოს, რომ აი პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, შემდგომ ეს რაღაც ისე გადავიდა შორენაზე, რომ ბოდიშიც არავის არ მოუხდია, რატო გაავრცელეს უმაღლესი თანამდებობის პირებმა მაშინ ასეთი ინფორმაცია. ამას თავი დავანებოთ. შემდეგ ამაზე კიდევ 1000-ჯერ უარესი. აი ამ სუსის ფაილების გაჟონვის და მე ბევრ საეკლესიო პირთან მქონია საუბარი, როდესაც ისინი ბრაზდებოდნენ მაგალითად მედიაზე, რომ აი მედია როგორ აშუქებს ამ ამბებს და მე ვეუბნებოდი, რომ ხალხო თქვენ არ იცით მედია რას არ აშუქებს კიდე და თქვენ არ იცით რატო მოხდა დამისამართებულად სწორედ მედია საშუალებებისთვის ამის გაგზავნა და რატო არ ფიქრობთ იმაზე, რომ ვინ წერდა ამ ყველაფერს და ვინ გადაწყვიტა შენიერ დღეს, რომ ეს ყველაფერი მედია საშუალებებისთვის და საჯარო პირებისთვის გაეგზავნა. სწორედ იმიტომ, რომ მე ამას მოყოლოდა რაღაცა უმძიმესი ნიაღვარი, რომელიც წალეკავდა უბრალოდ ეკლესიის ავტორიტეტს. მედია ძალიან კორექტულად მოიქცა, ბევრჯერ უთქვამ ჩემთვის ან რაღაც სხვადასხვა გამოსვლებში, რომ აი მედია როგორ აშუქებდა, მედია იყო უაღრესად კორექტული და ეხა მე კონკრეტულად ჩვენი მედია საშუალების შესახებ ვიტყვი, თუმცა მთლიანად მედიამ ეს მოახერხა, რომ იქ რაღაც კოშმარული ფაილები, რომელიც გაავრცელეს, კი არ აშუქებდა, არამედ აშუქებდა როგორც ხელისუფლების ბრძოლას ეკლესიასთან, იმიტომ რომ ეს იყო და თუ პოლიტიკური სახეები იყო ჩართული ამაში, უფრო მეტად ეს მიმართულება შუქდებოდა, მე ვიცი ძალიან ცხადად და მტკიცება არ მჭირდება, პირიქით აქეთ ვეუბნებოდი ყველას, მაგრამ ეს ხო ფაქტია, რომ ეს კეთდებოდა ტოტალური მოსმენის თვალთვალის მიყურადების საფუძველზე და შემდგომ ამ ყველაფრის გაჟონვა ხდებოდა იმისთვის სწორედ, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია და ეკლესიის დამორჩილება მოყოლოდა ამას ყველაფერს და ამას წინათ ერთ-ერთი სასულიერო პირის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მოვისმინე ასეთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორი ნაწყენი იყო პატრიარქზე, რომ თითქოს პატრიარქმა გადააგდო და რომ პატრიარქი იგროკია მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამოთქმა და არავინ არ დასვა შეკითხვა, რომ ვინ ეკითხებოდა ბიძინა ივანიშვილს პატრიარქი უნდა გადამდგარიყო თუ ბოლომდე უნდა სიცოცხლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ამ ტახტის მესაკუთრე და ამ ქვეყნის პატრიარქი. ვინ მისცა ბიძინა ივანიშვილს ან ნებისმიერ თანამდებობის პირს ამაში ჩარევის უფლება. ანუ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ხმებიც, რომელიც ჩვენ გვესმოდა, რომ ხან ვიღაც მიდიოდა იქ და პატრიარქისგან რაღაცებს ითხოვდა, ხან გადადგომას, ხან რაღაცა პირობებს აყენებდნენ, ესე იგი ეს ყველაფერი მართალი იყო. და ეს ყველაფერი მართალი იყო იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ეკლესიურობას და ეკლესიის დაცვას იყენებდა ფარად მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში. ეს ხალხი იყვნენ, რომლებიც 2024 წლის არჩევნების წინ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებასთან ერთად გვთავაზობდნენ ეკლესიის მართლმადიდებელი რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას და მადლობა ღმერთს და პატრიარქის
სურვილი და განწყობა და მოსაზრება იყო სწორედ ასეთი, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, იმიტომ რომ კონკორდატი, რომელიც არსებობს და რომელიც სამართლებრივად აბსოლუტურად მიჯნავს ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან, განსაზღვრავს ურთიერთჩაურევლობას და თანამშრომლობის პრინციპებს, ეს სრულიად უკან უნდა გადაწეულიყო და ეკლესია უნდა გამხდარიყო სახელისუფლებო სტრუქტურის ნაწილი და ეს რო არანაირად ეკლესიის ინტერესებს არ ემსახურებოდა, ესე შეიძლება ვიღაცას ყურს ჭრიდა და კარგი ეგონა, მაგრამ ეს ხო ძალიან მზაკრული ჩანაფიქრი იყო, თუ კი ამას დაეთანხმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ამ უახლოეს წლებში, ამ ყველაფრის ასე ვთქვათ შემსწრენი ვართ, ზოგჯერ უფრო ცხადად ვიცოდით ეს ინფორმაციები, ზოგჯერ ნაკლებად ვიცოდით. შეტევა როდის დაიწყო პატრიარქის პერსონაზე, ერთი პერიოდი უფრო შორენაზე იყო და შორენა რაღაცა მონსტრად იყო ხო წარმოჩენილი და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ილინკება კონკრეტულ მომენტებთან და კონკრეტულ თანამდებობების პირებთან და კონკრეტულ შეხვედრებთან და როდესაც ასეთი წინა ისტორია არსებობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობისა, მოდი და ნუ ვიფიქრებთ ახლა ჩვენ რომ ხელისუფლებას ექნება სურვილი, ხელისუფლებას ექნება ძალიან დიდი ცთუნება იმისა, რომ ისე ჩაერიოს, რომ როგორმე ეკლესიის ის ავტორიტეტი, რომელსაც ძვრავერ უყო შეიძლება ითქვას ვერანაირი მიმართულებით, რომ როგორღაც ან სათავისოდ მოიხმაროს, ან მომავლისთვის მაინც რაღაცით გაანეიტრალოს, რომ ეს არ იყოს საფრთხე მათი პოლიტიკური, არასასურველი, არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისათვის. რა თქმა უნდა, თან ისე გაგახსენებთ ერთს კიდე რო არ დამავიწყდეს მარიხუანას პლანტაციებთან დაკავშირებით. ესეც იყო ეს ამბავი, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როდესაც ეკლესიამ ძალიან ხმამაღალი სიტყვა თქვა და ხელისუფლებას მოუწია ამის უკან წაღება და ჩვენ ვიცით, ხო, ვისი ინტერესი იდგა და ვინ ლობირებდა ამ ყველაფერს, ღიად ვიცით ეს და არ არის. ამიტომაც ჯერსეთი იმიტომაც რომ ყველანაირი კვლევებით ამ ქვეყანაში ყოველთვის არის პირველ ადგილზე, იყო ყოველთვის პირველ ადგილზე ჯერ პატრიარქის ავტორიტეტი და ნდობა მის მიმართ და ეკლესიის ძალა. ეს იციან გადასარევით, ამიტომ მე უნდა დაგეთანხმოთ, მეც მაქვს ეს მოლოდინი, რომ რასაკვირველია მცდელობები კი არ იქნება, ძალიან დიდი მცდელობები არის ალბათ უკვე, რომ როგორმე სათავისოდ დაალაგონ იქ სიტუაცია, იმიტომ რომ ილია მეორე არ იყო მათთვის თქვენ თავადვე ისაუბრეთ წეგან ამაზე, ასეთი მარტივად დასამორჩილები, დამყოლი პატრიარქი და ხო რა თქმა უნდა ყველანაირად ეცდებია რომ საპატრიარქოში მათი გავლენა იყოს განუზომელი, აქ საქმე იმაშია, რამდენად მოახერხებს თავად სინოდი ამ ამ შემთხვევაში სინოდის თითოეული წევრის უდიდესი პასუხისმგებლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულის და აწმყოს და მომავლის წინაშე არის სწორედ ის, რომ პატრიარქი ხო არ ირჩევა როგორც პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარლამენტის წევრი 4 და 5 წლიანი ვადით, ხომ? პატრიარქი ირჩევა დიდი ვადით, სიცოცხლის ვადით და ამიტომ ჩვენი ეკლესია, რომელიც ჩვენი იდენტობის წარმოუდგენლად დიდი წილის გამსაზღვრელია, ხომ? ქართულ რეალობაში და ქართული სახელმწიფოსთვისაც, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრავდეს იმას, რომ გადაწყვეტილებები იყოს იმგვარი, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წარსულსაც თამამად გაუსწოროთ თვალი, აწმყოშიც პატრიარქმა რაც შექმნა, ისიც შევინარჩუნოთ და მომავლის საქართველო მართლმადიდებელ ეკლესიასთან იყოს თანამედროვე დემოკრატიული საქართველო, ძლიერი სახელმწიფო, სადაც ადამიანების უფლებები იქნება დაცული, სადაც არ იქნებიან, ეხლა ვინმე შეიძლება ეგონოს რატო შემოგვაქვს ეს თემები, მაგრამ როგორ შეიძლება ეს თემები არ შემოვიტანოთ, სადაც არ იქნებიან უსამართლოდ დასჯილი ადამიანები. სამართლიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი რწმენაშიც და სახელმწიფოებრიობის უსამართლოდ ისჯება ერის უდიდესი ნაწილი, მე მინდა რომ
ჩემმა ეკლესიამ ხმა გამაგონოს დაიცვას. დიახ, პატრიარქი არის ის ადამიანი, ვინც კათოლიკოს პატრიარქზე ვამბობ ილიამ მეორეზე, რომელმაც დემოგრაფიული პრობლემისთვის ბევრი იღვაწა, ხო? ძალიან და მისი ნათლულების არმია რომ არის საქართველოში, მაგრამ ჩვენ დღეს რას ვხედავთ? იმის მაგივრად რომ ქართველი ბავშვები, საქართველოს შვილები, ყველა მოქალაქე საქართველოში იზრდებოდეს, საქართველოში იღებდეს განათლებას და პერსპექტივას ხედავდეს საქართველოში, ასეულობით და ათეულ ათასობით ბავშვი მიდის უკვე საქართველოდან, იმიტომ რომ მათი ოჯახები ვეღარ ხედავენ აქ პერსპექტივას და სასწავლებლად აქედან წასული ბავშვი, სკოლიდან წასული ბავშვი ნიშნავს, რომ ან სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, ან ძალიან დიდი ხანი და აწლეულები დასჭირდება იმას, რომ დაბრუნდეს საქართველოში. ჩვენ თუ ჩვენი პატრიარქი გვიყვარს და გვეძვირფასება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართველებს ამ ქვეყანაში დაედგომებოდეთ, დაგვედგომებოდეთ. ეკონომიკური მდგომარეობა იყოს ისეთი, რომ ადამიანს მხოლოდ ხვალინდელი დღის საფიქრალი არ კონდეს და შეეძლოს ბევრ სხვა რამეზე იფიქროს, სულიერ განვითარებაზე, კულტურულ განვითარებაზე, იფიქროს კარგ დასვენებაზე თუნდაც, ჯანდაცვის მოწესრიგებაზე, კარგ განათლებაზე, რასაც ხედავთ ახლა ჩვენ წამალთან დაკავშირებით, შეიძლება მორწმუნე იყო ადამიანი, ღვთის გჯეროდეს და ღვთის ყათად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ასეთი გადაწყვეტილებების მისცემდე, რომ მე უფრო ვზრუნავ, შენი შვილის ეს ხო შეუძლებელია, რომ ასე იყოს. ამიტომ ქრისტიანობა მარტო წარსული ხო არ არის. როდესაც ჩვენ დასავლურ დემოკრატიაზე, ევროპულებაზე ვლაპარაკობთ, სწორედ ქრისტიანული ეთიკა არის ის, რაც აი ამ ერთობის საფუძველში დევს და ჩვენ რო ვინმე მგვითხრას, რომ მართლმადიდებლობა ჩვენი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ძალიან ძლიერი საფუძველი და საყრდენი არ არის, ძალიან გვეწყინება, ძალიან გავბრაზდებით და თითქოს ქართული ოცნების წარმომადგენლები ამას ერთ ყველაზე მძიმე იარაღად იყენებენ, მაგრამ სად არის ჩვენი მართლმადიდებლობა, როდესაც ვიპარავთ ფულს? სად არის ჩვენი მართლმადიდებლობა, როდესაც ცილს წამებთ და სასამართლო ცილის მწამებლების ადგილად არის გადაქცეული და ცილის მწამებლობა არის ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი ცოდვა ქრისტიანული თვალსაზრისით. სად არის ასე ვთქვათ ტყუილზე, როდესაც არის ლაპარაკი, როგორ შეიძლება რომ ამდენი ტყუილი გესმოდეს ყოველდღიურად და ადამიანებს საერთოდ არ ცხვენოდეთ იმისი, რომ ურცხვად გატყუებენ და მერე თითქოს არაფერი გაივლიან და მერე სხვა რამეზე დაგიწყებენ ლაპარაკს. მკვლელობები, ყაჩაღობები, ეს ხო ყოველდღიური სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და ამიტომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც რა ვიცი, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მთელი ცხოვრება დაკავშირებული ვარ ჩემი პროფესიითაც, ფილოლოგობითაც, მე სასულიერო აკადემია დავამთავრე ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე, მე ასე ვთქვათ, ძეგვის ბავშვთა სახლი წეღან გიყვებოდით, ისე მოხდა, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების და პატრიარქის იდეით, სურვილით და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და დღეს იქ აღნიშნეთ პატრიარქის აი ეს გარდაცვალების 40 დღის გასვლა და ის ბავშვები, რომლებიც პატრიარქის ფრთის ქვეშ დაფრთიანდნენ, მართლაც გაიზარდნენ და ეხა ოჯახები შექმნეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს. ეს ყველაფერი ხდებოდა პატრიარქის ეპოქაში ჩვენი თანამონაწილეობით და მე ვარ გულშემატკივარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის. მე მინდა რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყოს ძლიერი. მე შეიძლება გული მწყდებოდა, როდესაც პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მთელი რაღაცამების გავლა მომიწია, ბარიერების გავლა, მაგრამ ის ჩვენთან არის, ჩემთანაც არის და ჯანდაბას ეხა ვიღაც ხელისუფლების წარმომადგენელს თუ მაინც და მაინც უფრო მეტი უპირატესობა ქონდა, მაგრამ აბსოლუტურად არაპროტოკოლური იყო ის და აი რაღაცნაირი მძიმე იყო, რომ კარგი თანამდებობის პირები არიან და სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა ამასაც ითვალისწინებს, რომ ესეთ მნიშვნელოვან დღეებში ყოფილიყვნენ ეს წარმომადგენლები, მაგრამ მათი ოჯახის წევრები, რძლები, სიძეები, შვილები და ბიძაშვილები, ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მართლაც ცოტა დაბლა, ეთიკურად ძალიან დაბალი მცდელობა იმისა, რომ პატრიარქის სახელი მისაკუთრებულიყო, მაგრამ ჩვენ
პატრიარქი ლოცვა კურთხევა იმედი გვაქვს რომ საქართველოს შეეწევა უპირველეს ყოვლისა მღვდელმთავრები როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ისინი საკუთარი სინდისით საკუთარი შეხედულებით და სულიწმიდის ძალით მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო აღმატებულია ვიდრე სახელისუფლებო სულსის თუ ვიღაცების ჩარევები ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით ამიტომ ველოდოთ უკეთეს. კი, მეც მაქვს ამისი მოლოდინი, რა საკვირველია კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღეს ყველაზე მეტად დაინტერესებული რა საკვირველი არის ოცნება, რომ იქ მაგათ როგორც უნდათ ისე დაალაგდეს სიტუაცია საპატრიარქოში, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა მცდელობა რომ გაეკონტროლებინა საპატრიარქო, მაგრამ აი როგორც ყვებიან ილია მეორე ახერხებდა, ყვებიან რა ფაქტის სახეზეც ჰქონდა, ყოველთვის ახერხებდა რომ რაღაცნაირად დაეცვა ეკლესია და საპატრიარქო და დღეს როცა ჩვენ ვუსმენთ მღვდელმთავრების განცხადებას მღვდელმთავრები ძალიან ღიადაც აფიქსირებენ და ეს არაა ცოტა განცხადება და ცოტა პოზიცია რა ჩვენ ამ დღეებში მოვისმინე, ამიტომ კაცმა არ იცის მართლა მარტო ღმერთმა იცის როგორ შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ილია მეორეს 49 წლიანი საჭეთმპყრობლობის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ტახტის საკითხი. ამიტომ რა თქმა უნდა მცდელობა ექნება ოცნებას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით გაიტანს თუ არა თავისას ვნახოთ. ხო, ესეც დაფარული არ დარჩება არაფერი, ეს ისეთი ფაქიზი სფეროა და ზოგადად ეს მომენტი ძალიან ფაქიზია მართლაც და მარტო ინფორმაცია კი არ არის, აქ შეგრძნებების დონეზეც ძალიან ბევრი რამე გახდება ცნობილი და არაფერი არ დაიმალება, ამიტომ მე ვურჩევ ხელისუფლებას რომ არ ჩაერიონ ამ პროცესში, ეს ძალიან მძიმედ და ცუდად შემოუბრუნდება მათ და რა თქმა უნდა, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ აი ეს პატრიარქობის ეპოქიდან ერთგვარად უფრო ჰორიზონტალურ სტრუქტურაზე მართვის გადასვლა იყოს ღირსეული და საქართველოს ეკლესიისთვის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე, როდესაც ბევრი წელი და 10 წლეული გაივლის მერე შეფასების დროს. დიდი მადლობა.